დროა გავიგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვეფხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია, რა მნიშვნელოვან მესიჯებს თავაზობენ კანდიდატები საზოგადოებას და მოსალოდნელია თუ არა არჩევნების მეორე ტური, რამდენად ასახავს სოციოლოგიური კვლევები მოსახლეობის განწყობებს, ასევე მისაღებია თუ არა დემოკრატიული ქვეყნებისთვის ფორმატი, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიასა და ექსპერტებთან ურთიერთობებისთვის იყენებს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ჩვენ შეკითხვებზე უპასუხებენ, ისინი არიან ჯებრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ასევე პოლიტიკური მარკეტინგის ექსპერტი შალვა ალავიცი. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვეფხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამშვიდობის ეთერშია გადაცემა ქრონომეტრი, სტუდიაში ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე მუშაობს, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჯებრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, პოლიტიკური მარკეტინგის ექსპერტი შალვა ალავიძე, მე მათ მივესალმები საღამშვიდობის ბატონებო. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ ტელეფონის ნომრებს შევახსენებთ სცენელებს 292 11 88 292 11 89 თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, ტრადიციულად შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დასვათ შეკითხვები. მოკეცანო ვისაუბრებდეთ საპრეზიდენტო კანდიდატებზე, მათ პროგრამებზე და იმაზე თუ როგორ მიაქვთ მათ მოსახლეობამ და თავარი მესიჯები. მოდით შევეხოთ პირველ რიგში სოციოლოგიურ კვლევებს, ამ შემთხვევაში გულისხმობენდია ის, რაც ბოლოს გამოქვეყნდა. და არის აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ზოგადი კითხვა მინდა ეხლა დავსვა, რამდენად ასახავს ზოგადად კვლევები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა მოსახლეობის განწყობებს, რომელსაც ქნებავთ. პირველი სოსო თუ გინდა დავიწყოთ თქვენგან. კვლევები ზოგადად ასახავს, რასაკვირველია, იმ განწყობებს, რომელიც აქვს ელექტორატს. მე ვფიქრობ, რომ კვლევის გარეშე გარკვეული წარმატების მიღწევა არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ჩვეულებრივ კერძო ბიზნესში შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, კვლევები უნდა ტარდებოდეს. კვლევებზე შეიძლება იყოს გარკვეული აჟიოტაჟი იმის შედეგებზე, ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს, მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს უნდა ტარდებოდეს. თუ ჩვენ გვაქვს რაღაც პრობლემა იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც მაგალითად NDI გამოაქვეყნა, ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი ხერხი, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეს კვლევები. ჩვენ ვინც? ჩვენ ვინც, ვისაც აინტერესებს, რომ კონდეს კვლევის სხვა შედეგები განსხვავებული NDI-ისგან ან AIRA-ისგან. ესენი ვინ შეიძლება იყოს? რასაკვირველია, მოქალაქე ეკა ვეფხვაძე ასეთი ვერ იქნება და თავისი მწირი ბიუჯეტიდან $50,000 ვერ დახარჯავს, თქვა კვლევის ჩასატარებლად, მაგრამ არსებობს პარტიები, როგორც არის კოალიცია ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ასევე არ იქნება მიკერძოებული. არსებობს პარტია ატარებს კვლევას. იცით რა, მიკერძოება არის ძალიან ესეთი ტერმინი რა. ყველა კვლევა საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს მიკერძოებული. იმიტომ რომ ზოგადად შეუძლებელია აბსოლუტურ სიდიდეში გამოხატო კონკრეტულ რაღაც პერიოდში მოსახლეობის განწყობა, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება და რაღაცა ფარდობითობა, ხო, ცდომილება ყოველთვის არსებობს. ყოველთვის რჩება ვიღაცა უკმაყოფილო, კვლევის შედეგებით ვიღაცა კმაყოფილი. აი მაგ NDI შემთხვევაში ეს ცდომილება არჩევნებზე, წინა არჩევნებზე იყო ძალიან დიდი. რასაკვირველია და ამას თავისი ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ ეხლა 2-3%-იან ცდომილებაზე. რასაკვირველია, იდეალური კვლევა, იდეალური მეთოდოლოგია ჯერჯერობით სოფიოს არ მოუფიქრებია. ყოველთვის მეცაც გეტყვით, არა წინასწარ, არამედ როდესაც უკვე მომხდარი ფაქტია ან მომხდარი მოვლენა, იმის ანალიზის დროსაც კი გარკვეული ცდომილებები ხდება. რასაკვირველია ის 40%-იანი თუ 10%-იანი ცდომილება, რაც დაფიქსირდა წინა საარჩევნო საპარლამენტო არჩევნების წინ, ძალიან უხეში ცდომილებაა და მაგალითად NDI-ს ურჩევდი იქიდან გამომდინარე შეერჩია და ურჩია კიდევაც არაერთხელ შეერჩია სხვა კომპანია, რომელიც უფრო სრულყოფილი მეთოდოლოგიით ჩაატარებდა კვლევას. მაგალითად პრობლემა რაში იყო მაშინ? პრობლემა იყო იმაში, რომ დაახლოებით 40%-მა მოსახლეობის გამოკითხულთა 40%-მა არ დაასახელა საკუთარი არჩევანი.
ეს რასაკურველია ძალიან ბევრ ფაქტორთან იყო დაკავშირებული. პირველი ფაქტორი ეს არის შიშის ფაქტორი, რომელიც მაშინ სუფევდა იმ პერიოდში ხელისუფლების შიშის გამო მოხდა ეს რაღაცა და გარკვეული სხვა მოსაზრებებით. და ეს 40%-იანი სხვაობა აგერ შალვა არის უფრო დიდი სპეციალისტი ამ კვლევების და იცის და თვითონაც ჩაუტარებია და უკეთ გაუანალიზებია, იცის რომ შესაძლებელია არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, არსებობს მეთოდიკები, როგორ ამოვიღოთ ინფორმაცია და თავის არიდების შემთხვევაში როგორ მივხვდეთ ის სხვადასხვა სპეციალური კითხვების მეშვეობით, როგორ მივხვდეთ ვისი მხარდამჭერია და არ იქნება ამხელა გეპი, ამხელა უბსკრული კვლევაში. ანუ არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ ნება არის ასეთი არის მე როგორ დილეტანტი ხარ ამ სოციალური კვლევების ამბავში ისე გეკითხებით და ვინთვის მესაუბრად იმისთვის ეს მნიშვნელოვანი ამდენი წელია ამ კვლევებს ასრულებ ხო მე ვფიქრობ და როდესაც ბოლო პერიოდში ბოლო 2000 დაახლოებით 9 წლიდან 2010 წლის დასაწყისიდან აი ეს ტენდენცია შიშის ფაქტორი ძალიან გამოიკვეთა და ამისათვის რა არის საჭირო რომ შენ იყო მოქნილი კვლევარ ორგანიზაციაზე ვამბობ შენ იყო მოქნილი რომ უკეთესი მეთოდოლოგია მოიფიქრო რომ არ კონდეს მე ისეთი რაღაცა როდესაც 20%-ს ასახელებდა 53%-ს მიიღებს რომელიმე პოლიტიკური პარტია ეხლაც კი ჩატარებულში 26% ფაქტობრივად პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. ეს ნიშნავს 30 პირდაპირ შემიძლია წინა წლების გამოცდილებიდან თქვა და არ ვიცი შალვა დამეთანხმება თუ არა, რომ ეს ნიშნავს 2% ცდომილებას, რომელიც კვლევის პასპორტშია წარმოდგენილი, არამედ 26%-იან ცდომილებას პირდაპირ. ანუ შალვას მინდა ვკითხო, მეთოდოლოგიაშია პრობლემა თუ სხვა რამეშიც არის პრობლემა? დავიწყოთ თავიდან ეს კვლევას რატომ ვატარებთ? ვატარებთ იმიტომ, რომ გავიგოთ რა მდგომარეობა კონკრეტულ ბაზარზე. პოლიტიკური იქნება თუ სხვა ბაზარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ამ შემთხვევაში პოლიტიკურზე კვლევის შინაარსი არის ამ კვლევაზე დაყრდნობით გავახორციელოთ ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ეს მარკეტინგული, PR ღონისძიება თუ რამე სხვა გამოვასწოროთ მდგომარეობა. შესაბამისად, როდესაც მსგავსი აი პოლიტიკაში დავბრუნდით, ახლა პოლიტიკურ კვლევებს კეთდება, ძირითადად მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის манипуляციური კვლევები, რომლის მიზანი უფრო სხვა არის, ვიდრე უბრალოდ საზოგადოების ინფორმაცია ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. აი მაგალითად გეტყვით, რომ 2012 წლის ივნისის NDI-ის კვლევაში ინგა გრიგოლიას ჰქონდა მოწონების 42%-იანი რეიტინგი და ბიძინა ივანიშვილის სადღაც 35%. ხო, ანუ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს მაინც არ იყო, ხო, ახლოს სიმართლესთან. როდესაც ყველა კვლევაში მე ძალიან ხშირად მინახავს კვლევა ოდნავ სახეცვლილი, რაღაცა გარკვეული ჩასწორებებით გაკეთებული, მაგრამ თელ კვლევას როცა აიღებ, ყოველთვის ვიპოვე იმ შეცდომას, რომელსაც ის დაუშვებს, თუმცა იმ ბაზას როცა ასუფთავებს და იმიტომ რომ არ არის ესეთი ჭკვიანი არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ისე შეასწოროს და შეცვალოს ციფრები, რომ საბოლოო ჯამში სწორი შედეგი მიიღოს. ანუ გამოვიდეთ იქიდან, რომ მიზანი ქონდა დაუშვათ NDI-ის შესაძლებელია ან იმ ჯგუფს, რომელიც ამ კვლევას აკეთებდა, რომ ეს ინფორმაცია გასული იყოს საზოგადოებაში და ეჩვენებინა რამდენიმე რამ. პირველი რომ NDI-ის მიზანი რა იყო? პირველი რომ იქნება მეორე ტური, მეორე რომ მეორე ადგილზე არის ბაქრაძე და ეს შეასრულა. ანუ манипуляცია. მე მგონია რომ манипуляცია, იმიტომ რომ მსგავსი კვლევა გააკეთა დავუშვათ ბიგვამ ზუსტად იმ პერიოდში. ამ შემთხვევაში ბიგვას ინტერესი უკვე ოცნების ინტერესი იყო და ეგრევე დაწერა 53% რომ გადალახული აქვს პირველი ტური მარგველაშვილს, შესაბამისად დანარჩენს სხვა პროცენტი დაწერა. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებული PR манипуляციის მეთოდად, როდესაც შენს ამომრჩეველს ეუბნები რომ აი ნახე მე როგორი ძლიერი ვარ, შესაბამისად მოუწოდებ ან შენი მხარდაჭერისკენ, ანუ როცა რაღაც რეიტინგი აქვს, ცოტაც დამეხმარე და რაღაცა ციფრზე გავალთ, შესაბამისად მსგავსი ვითარება არის დღევანდელ სინამდვილეში. ეხლა ალბათ უნდა ველოდოთ ბურჯანაძე გააკეთებს რაღაცას და როგორმე უნდა მოახერხოს რომ მან შემოიტანოს. რომლის ხვერპლი ასეთ შემთხვევაში არის საზოგადოება, ამომრჩეველი.
თუ ამას რაღაც პიარული გათვლები აქვს? იცით რა, არ ვთქვათ რომ სხერპლი არის, თუ გინდათ ამ კონტექსტშიც ვილაპარაკოთ, რომ სხერპლი კი არა, უბრალოდ ეს თავის საქმეს აკეთებს, გონია რომ ასე სწორად მივა რაღაც შედეგად. მე დარწმუნებულია ყველა პარტიას აქვს თავის შიდა კვლევა გაკეთებული და თავის მონაცემები ზუსტად იცის რა მდგომარეობაშია, მაგრამ ხო, მაგრამ მარგველაშვილმა თქვა რომ მე შიდა კვლევებითო უფრო მეტი მაქვს. ნუ ის ფლიშ რომ მეტი აქვს, ვიღაცას ფლიშ რომ სხვას მეტი აქვს და ასე შემდეგ. რაღაცა ისეთი წინააღმდეგობრივი მოსაზრებები არ ქონდა ამ კვლევასთან დაკავშირებით გურჯენაძისგან განსხვავებით, რომელსაც იმას ეკნებოდა ალბათ ესე იგი ისეთი რეაქცია რომ არა, ქონდა ასეთი რეაქცია და ვიცით ეს რეაქცია და სხვა შორის მან გაიხსენა წინაკვლევები, რაც ახლა საუბრობდით რომ მაშინ იყო 40%-იანი ცდომილება და ნუ NDI-ს მოუწოდა რომ მოეშვას. სხვა შორის ეს საინტერესო ამბავს მოგიყვებით, აირაი მეორე კვლევითი ჯგუფი უარს ამბობს შედეგების გამოქვეყნებაზე, მას აქვს ჯერ კიდევ შაშკინის პერიოდიდან დადებული კონტრაქტი IPM-თან, მაგრამ თუ მეშლება მოდისმევთ, მაგრამ როგორც ვიცი ესე არის, ის უხდის კონტრაქტის ვალდებულების მიხედვით თანხას, მაგრამ არ აკეთებს კვლევას, იმიტომ რომ ხედავდა როგორი მდგომარეობა იყო ამ კვლევებთან დაკავშირებით და უარს ამბობს ამ სიტუაციაში ჩართვაზე. ესაც საინტერესო არის. გასაგებ მე მეუბნები რომ რეკლამა გვაქვს უკვე ეთერში. რეკლამა კარგია რადიოსთვის. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ამ გარდა საპრეზიდენტო კანდიდატებისა არის რამდენიმე შეკითხვა ძალიან საინტერესო დასმული და მოდით ამაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან შალვა ალავიძე, სოსო გალუმაშვილი, საუბრობთ სოციოლოგიურ კვლევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა და რეკლამაზე საუბრობდით ახლა ზუსტად ამ თემაზე. ძალიან საინტერესო რამდენიმე პასაჟი იყო ამ კვლევაში. იქნება თუ არა მეორე ტური? მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენგანაც მოვისმინო ეს რეალურად თქვენ ასე ფიქრობთ თუ არა, იქნება თუ არა მეორე ტური და რას გვაძლევს ეს კვლევა ამ კუთხით, სოსო? ამ კვლევაში ჩანს ძალიან საინტერესო, ესე იგი ინტრიგა, რომ სკანდალი დამანახეთ თვალსაზრისით და მიმართულებით, რომ თურმე მოსახლეობა ძალიან საინტერესო როგორ დაიხარებს, სულ მაინტერესებს, აი 31-ზე ან 11% ფიქრობს, რომ იქნება და 31% ფიქრობს, რომ არ იქნება. სულ მაინტერესებს, ეს ზუსტად ესეთი დამგვალებული 31 არის თუ თქვა 30.8 ფიქრობს, რომ არ იქნება და 30.7 ფიქრობს, რომ იქნება. რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს და საბოლოო ჯამში 50 + 1 ხმა წყვეტს იქნება თუ არა. ამიტომ ერთ ხმას აქვს მნიშვნელობა და არა თქვა 100-ს. ერთ ხმასაც კი მნიშვნელობა. ჩემი აზრით და იმ ტენდენციით და იმ დინამიკით, რასაც ვხედავ, მეორე ტური წესი არ უნდა იყოს. წესი თუ თუმცა ეს კვლევა ამბობს, რომ იქნება. არა, ამ კვლევაში ჩანს, რომ ამ კვლევაში შესაძლოა იყოს მაშინ. ამ კვლევაში ეს კვლევა ამბობს, რომ 50%-ით იქნება, 50%-ით არა. აი, არ ვიცით იქნება თუ არა. და მე შემიძლია ეს ისედაც ვიცოდით ამ კვლევის გარეშეც იქნება თუ არა. ეს კარგად ჩანდა ისედაც, ხო? მოდი ესეთი რაღაცა ვთქვა. შესაძლებელია, რომ მე ვფიქრობ, რომ თუ მართველი გუნდის კანდიდატმა და მისმა გუნდმა, ამ შემთხვევაში PR ტექნოლოგიების გუნდს გულისხმობ, სწორად წარმართეს თავისი კომუნიკაცია, დინამიკა აჩვენებს, რომ წესით და რიგით არ უნდა იყოს შესტომებს თუ არ დავუშვებს, არ უნდა იყოს მეორე ტური. თუმცა მზარდია მარგველაშვილის რეიტინგიც და ასევე მზარდია ნინო ბურჯანაძის რეიტინგიც. გეთანხმებით, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს სამწუხაროდ მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე კონკურენცია. ნებისმიერ ბაზარზე, ეს პოლიტიკური ბაზარი იქნება, პროდუქტების ბაზარი თუ სხვა ტიპის ბაზრები. მაგრამ მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე ამ კვლევაში, ხო? კვლევის მიხედვით ჩანს, რომ მეორე ადგილზე დავით ბაქრაძეა, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება რა პერიოდშია ჩატარებული ველი, ანუ კვლევა და რესპონდენტები როდის არიან გამოკითხული. იმ პერიოდში, როდესაც არც ბურჯანაძეს და არც მარგველაშვილს ჯერ კიდევ არ აქვს დაწყებული სერიოზულად სარეკლამო კამპანია, წინასაარჩევნო კამპანია. 7-ში დაიწყო მარგველაშვილმა, ცოტა უფრო მოგვიანებით ქალბატონმა ნინო, ეს ქალბატონი ნინო რო თქვი და მარგველაშვილზე რო არაფერი არ თქვი, ბატონმა გიორგიმ და დავით ბაქრაძე. და დავით ბაქრაძემ ცოტა უფრო ადრე.
ცოტა უფრო ადრე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ იყოს სწორად შერჩეული ალბათ ის პერიოდიც, იმიტომ რომ როდესაც წინ მე დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა ესეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფაზაში საარჩევნო კამპანია, როდესაც გამოიკვეთა ძირითადი გზავნილები, მესიჯები, შეტყობინებები კანდიდატების მხრიდან, იმიტომ რომ აქამდე ვთქვათ 18 აგვისტომდე და 3 სექტემბრამდე ჩვენ არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით რა იქნებოდა მათი ძირითადი გზავნილი. ეს ძირითადი გზავნილი ჩვენ მოვისმინეთ სექტემბრის შუა რიცხვებში და სხვათა შორის მივიღეთ და ეხლა კიდე უფრო კარგად ჩანს ვინ რა ნიშაზე მუშაობს. ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ამ ნიშებზე და მეორე ტურთან დაკავშირებით მგონია რომ უფრო იქნება ვიდრე არ იქნება. უფრო არ იქნება ვიდრე იქნება. გავიკვირდა, იმიტომ რომ თქვი რომ არ იქნება, ეხლა გაიმეორე. არ იქნება, ეს ერთი, მეორე საკითხი არის კიდე ერთი პრობლემური თემა, რაც ზაგერ ბატონმა შალვამ გაამახვილა ყურადღება, ეს არის მოწონება. ეს არის აბსოლუტურად რუდიმენტული წარმონაქმნი კვლევაში. და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ არანაირ სააზროვნო მასალას, არანაირ ანალიტიკურ მასალას, არანაირ სამოქმედო მასალას არ აძლევს იმ PR ტექნოლოგიებს, ვინც უნდა იმუშაოს ამა თუ იმ კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზე. იმიტომ რომ შეიძლება მე მომწონდეს ანჟელინა ჯოლი. ხო, მაგრამ არ თქო, რატომ აქ არ არის მინიშნებული პრეზიდენტის პრეზიდენტობის როდესაც მიიღო საარჩევნო კუთხე. კითხვა როგორ იყო დასმული, ეს არის საინტერესო. მოწონების რეიტინგში. დიახ, აი მოგწონთ თუ არა ესა და მაგალითად ბაქრაძეს აქ რომ 45%-ს მოწონს, ვიღაცას აქ რომ მაგალითად ინგა გრიგოლიას ჩემ დიდ მეგობარს წინა წელს მაგალითად უფრო დიდი მოწონების რეიტინგი ჰქონდა ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილის. ანუ რისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს და აი მე არის აგებული მთელი PR-ი აგრეთ წოდებული, რომელიც ასევე ფუჭი, რომ აი ნახეთ, აი ეს ამდენი ხანი ინარჩუნებს რა. მე რა ანჯელინა ჯოლი მომწონს შეიძლება, მაგრამ რა პრეზიდენტად ავით, ჩემ? გასაგებია, თქვენც ესე ფიქრობთ? ანუ ერთი მზარდ რეიტინგზეც მინდა კითხოთ და კიდე რეკლამა გველოდება, ოღონდ 2 წუთი და გავალთ რეკლამა. სტეპის ჩავეტიოთ. კი ბატონო. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ კვლევის შესახებ, რომელიც ასეთ ხარვეზები კონდა თუ ამბობთ და ცოტა დავიწვენეთ, მაგრამ ნუ ამის ფარგლებშიც რო ვისაუბროთ, აღმოჩნდება შემდეგი რამ. გარკვეული ტიპის მეთოდოლოგიური შეცდომები არის კვლევას დაშვებული, თუნდაც დავიწყოთ იქიდან, რომ გამოკითხული არის მხოლოდ ქართულენოვანი მოსახლეობა. მეორე შეცდომას შეიძლება დავარქვათ კითხვების ფორმირება, როდესაც ეკითხები ადამიანს, ვის ისურვებ პრეზიდენტად. შეიძლება თქვას ადამიანმა ვისურვებ თუნდაც ანჟელინა ჯოლის, მაგრამ ხმის მიცემა არ იყოს მისვენ. რაც შეეხება მოწონების რეიტინგს, ეს ნეგატივ პოზიტივზე არის საუბარი და საბოლოო ჯამში აქედან ბევრი რამის მიღება შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ავარჩიოთ მერე და ვიმუშაოთ იმ ამორჩეულზე, რომელიც არის დაუშვათ ჩვენს მიერ პოზიტიურად განწყობილი და არ იმუშაოთ ნეგატიურად განწყობილს. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ მოგწონს, მაინც მას განვიხილავთ რა. ხო, ესე გამოდის და მსმენელი ყავს. ალტერნატივა არა გვაქვს, ეკა და იმ გალაპარაკეთ რეკლამაში, თქო შალოს ვალაპარაკებ ჯერ, იმიტომ რომ ბევრი დრო წავს. მსმენელი ყავს და მოусმინოთ, მოდი და რეკლამა მერე. გისმენთ? გაითიშა. კარგით, გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ საარჩევნო პროგრამები კანდიდატების ძალიან საინტერესოა, რა მესიჯები მოდის მათგან ამაზე და არ დაგვაუწყდეს პრემიერ-მინისტრის და ექსპერტების შეხვედრაც. გავიდეთ რეკლამაზე, სოსო და რეკლამის შემდეგ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია. სოსო გალუმაშვილი, შალვა ალავიძე გახსოვთ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ამ ნაწილში უნდა ვისაუბროთ საპრეზიდენტო კანდიდატების მთავარი მესიჯები. როგორია ეს მესიჯები, ძალიან საინტერესო. ყველას აქვს უკვე ვნახეთ რამდენიმე კანდიდატის ყოველ შემთხვევაში ლოზუნგი, სლოგანი, ეგრეთ წოდებული. და მაინტერესებს თქვენგან რომელია ყველაზე მომგებიანი მათთვის, არ ვიცი, რომელსაც საზოგადოება მიიღებს ან არ მიიღებს. შალვა, მოდი თქვენგან დავიწყოთ. უკვე არის რამდენიმე კანდიდატის მიერ გავრცელებული თავის მთავარი სარეკლამო სლოგანი, ჩამოთვალოთ თანმიმდევრობით. კი ბატონო. მარგველაშვილს აქვს ერთად განვაგრძოთ წინსვლა.
სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის ნინო ბურჯანაძის და ბაქრაძის ჩვენ ერთად გავაკონტროლოთ თავრობა. არის კიდე სხვა მესჯები, მაგალითად ევროპისკენ ტრადიციებით ევროპისკენ თარგამაძის არის ჯავა ხაძის სხვა ძალიან მაგარი რეკლამა აქვს ხამკას და გამხრივ მაგარი. რა ის ესეთია ორიგინალური რეკლამა აქვს მონდომებით არის ნამუშევარი. თუმცა ცოტა გრძელია არ გეჩვენება. გრძელიც არის და შეიძლება სხვა ხარვეზის ქონდეს, მაგრამ ორიგინალურობა და მონდომება ამ კლიპს ეტყობა და მისი არის ჩვენი ოჯახი, ჩვენი სახელმწიფოა. სხვისი მესჯი ამ წუთში სარეკლამო არ მახსენდება, შეიძლება არც აქვს. სხვა შორის არ აქვს არავის წარმოდგენილი პროგრამა. ეს ძალიან საინტერესოა. კი, თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ პრეზენტაცია ვიხილეთ გიორგი მარგველაშვილის საკმაოდ მაგრამ არც დაწერილა ეს ყველაფერი, არც გამოქვეყნებულა, არც ვინმესთვის მიუწოდეთ, არც ყურში უთქვამთ ვინმესთვის. მან ისაუბრა რაღაცა პროგრამო დებულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ხშირად აი პროგრამების მიმართ მაინც მწყრალად არის განწყობილი და თითქოს არ აქცევენ ყურადღებას, ბუნებრივია, რომ ჩვენთვის საინტერესო მათი პროგრამები. ხო, ფიქრობ, რომ ეხლა არ ვიცი, რაღაცის ცვლილებები არ არის, საზოგადოება არ ინტერესდება პროგრამებით. კი ბატონო, ადრე იყო იმდენი დაპირება ყოფილა ამ ქვეყანაში, შეიძლება საზოგადოება ნაკლებად ინტერესდებოდა, საბოლოო ჯამში მთლიანად წაიკითხეს პროგრამა, მაგრამ პრეზიდენტის უფლებები კიდე ის რა პირდება. როდესაც ექსპერტულ დონეზე არის განხილვა, ბუნებრივია გაინტერესებს ვინ რას თავაზობს. ანუ შემდეგ ამას ტრანსლირება შეიძლება მოხდეს, რომელიმე ექსპერტი იქნება თუ სხვა ადამიანი საზოგადოებას უწევს, თურმე ეს ამას ამბობს, აი და ეს შესაძლებელია თუ არა გაკეთდეს და ასე შემდეგ. დღესდღეობით პროგრამის პრეზენტაცია ქონა მხოლოდ მარგველაშვილს, თუმცა ანუ დაწერილ ფორმატში ის საზოგადოებისთვის უცნობია და მხოლოდ ხმა არის და ვიზუალი. მოდით მსმენელი ყავს, მოусმინოთ და გააგრძელოთ საუბარი, გისმენთ. გამარჯობათ, კალბატონო ეკა. გამარჯობათ. მიისალმები თქვენს სტუმრებს და ესეთი კითხვა მაქვს. მე მგონია ჯერ მეორე ტურზე ლაპარაკი ნაადრევია, იმიტომ რომ გააკეთეს ესეთი განცხადება, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე უნდა განაცხადოს ყველამ თუ ვინ მიიღებს რეალურად მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ რომ არის ისეთი ვარიანტი, რომ პრაქტიკულად ზოგიერთი პარტია შეიერთებს თავის ნაწილ სატელიტ არჩევნების ხმას იმეჯისთვის, რომ აი ჩვენ ამის და მაგალითად ნაცვლების სასარგებლოდ ხსნით ჩვენს კანდიდატს, ან ასევე მაგალითად ოცნების სასარგებლოდ ხსნით ამ კანდიდატს, მაგრამ თქვენ როგორ გონიათ, როდესაც ახლა მოსახლეობა აღსფუთებული იყო იმის გამო, რომ სააკაშვილმა 3 დღე დაიმატა და თუ ოპოზიცია არ გაერთიანებდა რეალურ ძალას არ წარმოჩნდა, რომ ნაციონალისტ დამარცხებლად დაუსწრებს იმას, რომ სააკაშვილმა მეორე ტურის გამო კიდე თავის პრეზიდენტობა ერთი თვით გაიგრძელოს. მე მგონი ამას არ დაუშვებს და ყველა ავტომატურად უკვე ხმას მისცემს, რომ იქიდან გამომდინარე კიდე ოქროს შანსს ოცნებას, იმიტომ რომ მეორე ტური ჩვენთვის მიუღებელი იქნება. გასაგებია, დიდი მადლობა, უბრალოდ ცოტა დრო გვაქვს კიდევ ერთი მსმენელი და გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. რა მაინტერესებს ის ეს ამდენი 23 პრეზიდენტობის კანდიდატია. შეხვედრებზე ამ ხალხს არ აფრთხილებენ, რომ აი ამ დროს და ამ ადგილას აქვს შეხვედრა საზოგადოებას. ესე არის, რომ იქ კითხვა დაუსვა. ჩვენ ასე ვერ დაუსვათ კითხვას. ისე ტელევიზორში კი უყურებთ და ოქროს თევზს პირდებიან და ყველაფერს და მე ხალხი ავიწყდება და მე ვერც მიხვალ და ვერც გასაგებია, ანუ პრობლემაა სად დადიან კანდიდატები და სად ხვდებიან მოსახლეობას. თორსა დავიწყოთ თქვენგან და პირველი კითხვა იყო და მოსაზრება რომ მეორე ტური არ იქნება. დიდი მადლობა მსმენელს, იმიტომ რომ ვეთანხმები მას და მეორე მეც მაქვს ასეთი ის გამიჩნდა რომ კი არის რამდენიმე კანდიდატი რომელიც თავის წინასწარ აქვეყნებს თავის შეხვედრებზე, მაგალითად იგივე გიორგი მარგველაშვილი, კაპიტანი ნინო ბურჯანაძე ქვეყნდება წინასწარ სად რომელ საათზე იქნება. თუმცა რეგიონებში არიან, მე როგორც ვიცი, რაღაცა რეგიონებში, მაგრამ თუმცა უფრო მეტი ინტერაქტივია საჭირო და მაგალითად იგივე ინტერნეტის მეშვეობით ინტერაქტივი, იგივე ტელევიზიების, რადიოების მეშვეობით, სადაც კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. ეწერა მოქალაქეებს აქვს ძალიან ლეგიტიმური აი ესეთი სურვილი, რომ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებს, დღევანდელ საპრეზიდენტო და მომავალ პრეზიდენტებს
კითხვა დაუსვან თავისი გულის ტკივილი გაუზიანო თავისი მოსაზრებები და სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩვენ ესეთ აქტიურობას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ 3-4 5 კანდიდატის სლოგანი ვიცით, ხო? მათი ძირითადი შეტყობინება, რატო არ ვიცი დანარჩენი, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ერთი მათგანი არ ატარებს საარჩევნო კამპანიას. მე მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ ის რაცაც შალვა ნათელაშვილის საარჩევნო კამპანიას ეძახის, ეს არაა საარჩევნო კამპანია და მე იმიტომაც არა აქვს შესაბამისი პროცენტები და რეიტინგები და მისი რეიტინგი 2011 წლის შემდეგ სულ უფრო და უფრო დაბლა იწევს და ეს ჩვენი მოსახლეობას კი არ უნდა გადააბრალო ეს და მოსახლეობაზე კი რომ აიმე როგორ არ მომცეს ხმა და რაღაცა რა არა შენ თავს უნდა დააბრალო იმიტომ რომ ის გაიმარჯვებს ის ვისაც სწორი კომუნიკაცია აქვს მიიტანს თავის საქმეს და მერე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იქიდან მიღებულ უკავშირს გამოიყენებს თავისი კამპანიის დასაგეგმად. ასე ძალიან მაინტერესებს ორივეს მინდა კითხოთ მესიჯებთან დაკავშირებით და ეს თემა ამოვწუროთ. რამდენად ახლა შეიძლება სუბიექტური მოსაზრება იყოს ეს თქვენი ამ მესიჯებთან დაკავშირებით, რამდენად სწორია ეს? ანუ აქცენტი რაზე კეთდება, რაც ჭირდება საზოგადოებას, რაც შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, თუ რაღაცა გადამეტებულია, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო იმ პრეზიდენტობის კანდიდატებს, ვინც შეტყობინებების და მთავარი სლოგანებიც ვიცით, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი საბედნიეროდ თავიდან ასე არ მეგონა, არ ატყუებს საზოგადოებას. აი თუ გადავხედავთ, ხო, რა არის? ერთად გავაკონტროლოთ თავრობა, სწორია. ანუ ის უფლებამოსილებები, რაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით იქნება შეკვეცილი უფლებამოსილებები, მეტის უფლებას, მეტის საშუალებას პრეზიდენტს არ აძლევს. მოუწევს სამართლიანობა ყველგან და ყოველთვის, ყველასთვის. ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ერთად განვაგრძოთ წინსვლა. აი ამ შემთხვევაში აქ ერთად გულისხმობს როგორც საზოგადოებასთან, ასევე იმ გუნდთან, რომელიც დღეს მართველი პარტიაა. ტრადიციებით ევროპისაკენ ეს ასეთი ზოგადად საკაცობრიო და ძალიან მოწოს ესეთი სლოგანები. ანუ მოდი ასე ვთქვათ რა, ძალიან შეკვეცილი უფლებებით ფაქტობრივად სიმბოლურთან ახლოს მყოფი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც აქ რაღაცა ძალიან დიდ ცვლილებებს ვერც გამოიწვევს. აქედან გამომდინარეა ის სიმშვიდე, სიწყნარე, ალბათ გახსოვთ წინა წლებში, როდესაც არ ჩავერთებოდით აქ არ მოვიდეთ თუ გვიძახდით რომ აი ქვემ ვისროლეს, იქ ვიღაცას დახვდნენ, იქ ვიღაცას თავი გავტე, ეგეთი რაღაც ხო არ გსმენია. კი ბატონო. სხვა შეესე. ვასკო მაღლოფერძემ დადო პოსტე დღეს გონი და ესეთი პოსტი იყო. როსტევანი წასვლას აპირებს და თავის იმას უტოვებს შვილს სახელმწიფოს და შემდეგ გამთავრებს აქ ტექსტია ბევრი, ბოლოს ამთავრებს და როსტევანი რო წავიდა, მერე დაიწყო ვეფხისტყაოსანიო. შესაბამისად, აი როცა წავა, მერე დაიწყება აქ ვეფხისტყაოსანიც. ვერ და რომელი წავა, რომელი? ორი პრემიერს გულისხმობს მე ორი ვინ მიდის? ან ორივე. პრეზიდენტიც ხომ მიდის? არა, ამ შემთხვევაში მე მგონი პრემიერს გულისხმობს. არა, პრეზიდენტი და მოდი თუ დავიჩიოთ. მეორე ტურის მიმართ მე მაინც მაქვს დამოკიდებულება რომ შესაძლებელია ეს მეორე ტური იყოს და აქ საუბრობთ თუ მოხერხდება მხოლოდ და მხოლოდ მარგველაშვილი ბურჯანაძის შემთხვევას. თუ ვერ მოხერხდება, მაშინ უბრალოდ ეს მეორე ტური არ იქნება. ჩვენ რა ციფრებზე ვაკეთებთ манипуляციას, ანუ რა ციფრებს ვეყდომით ახლა. იგივე ვიცით რომ კამპანიას რეალურად ეს ორი კანდიდატი ატარებს. ეს ორი კანდიდატი რომელიც რაიონებში დადის აქტიურად. დავით ბაქრაძეც არის ამ კამპანიაში ჩართული. დავით ბაქრაძე უფრო ამერიკაში ატარებდა კამპანიას. აქტიობას შევხედოთ, ახლა შევადარებთ, იგივე შეიძლება პიარულ ხერხი იყოს, მაგრამ ის არ ხდება მოსახლეობას, ის შეიძლება შეხვდეს კობერიძეს სახლში და ასე შემდეგ. მას არც აქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ იცის დაახლოებით განწყობებით და ზედმეტად არ აქტიურობს ამ მიმართულებით. ერთი შეხვედრა ქონდა მას ზუგდიდში დიდი. განწყობები რა ხა ამ კვლევის მიხედვით მეორე ადგილზეა და. კი, მაგრამ ნუ აგრესიის დონე მაინც იცის და შესაბამისად უფრო ერიდება ის გავს. მის მიმართ აქ პარტია შეიძლება ჩავთვალოთ, არ ვიცი, დავით ბაქრაძე არის ის ფიგურა, რომელიც მაშინ მოწონების რეიტინგი ასევე ძალიან მაღალია, არ მოწონების რეიტინგი ბაქრაძის შემთხვევაში. და პრობლემები შეიძლება იყოს უბრალოდ საარჩევნო კამპანიაში
კამპანიის ჩატარების დროს. თუმცა ამას თავიდანვე მე ვამბობ, რომ მეორე ტურის თუ იქნება ხოლმე აი ამ ორ კანდიდატ შორის, მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის. თუ არა და მაგასაც ნახავთ როგორ იქნება. კარგით, მოდით ამოწურეთ ეს თემა და ძალიან მინდა გკითხოთ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ექსპერტებთან, თქვენი მოსაზრება მინდა ამ თემაზე მოვისმინო. მე შალვას რაღაც დავიკითხე მისი მოსაზრება და ცოტა მკვეთრი იყო ძალიან და იმიტომ რომ მე არ მომეწონა ეს ფორმატი. საზოგადოებას რაღაც ნაწილს ვესაუბრე და კი აი ხო ნახე რა გაუკეთა ბიძინა ექსპერტებს თავის ადგილზე მოსვა და რაღაც ესეთი შეფასებები იყო. აბსოლუტურად მიღებელია მსგავსი შეფასება ჩემთვის. არ შეიძლება დაიბარო ადამიანები და გულახდილობა ზეიმი ჩაატარო იქ, მაგრამ რეალურად დატოქსო ეს ხალხი, რომ თქვენი განცხადებების მიმართ იყოთ უფრო პასუხისმგებლით მოკიდებულიო. და შესაბამისად იმდენად არ მოწონო სტატია თუ რაღაც რა დავწერე, რომ ექსპერტი მივაწერე მათ სოლიდარობის მიზნით. გონია რომ გარკვეულ PR ხერხად შეიძლება ჩაითვალოს რომ როგორც ბუნებრივია სხვა მსგავს შეხვედრას ეს პუტინსაც მოსწონს რაღაცა ჭკუის დამრიგებლური შეხვედრები და ამას უნდა მოერიდოს. აქ მე გეტყვით არის ესეთი ცნობილი ზღაპარია, როდესაც მითია ესეთი დრაკონი, როცა დრაკონს რაინდი როცა დრაკონს კლავს, მე ის თავად იქცევა დრაკონად და ფრთხილად იყოს ამ ვითარებაში დრაკონად არ გადაიქცეს. ალბათ ამიტომაც არის რომ მიდის ის ამ სცენიდან და შესაძლოა სულაც ექსპერტობას აპირებდეს, იმიტომ რომ იჯდა მე ասես საფიხნოს ასე თავში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპერტი და ესაუბრებოდა დანარჩენ ექსპერტებს, რომ აი მე მაქვს გამორჩეული ანალიზის უნარი და თქვენ უნდა ეცადოთ, რომ აი რატომ ამბობ ამ სიტყვას და პასუხს თხოვდა. მე ეს არ მომეწონა და შესაბამისად ვამბობ, რომ ესეთი მოსაზრება გაქვთ ამ შეხვედრაზე. რაც უნდა ცუდი ექსპერტი იყოს, სანა ყველა ერთგვარს ეს სახელი ან საერთოდ რატო ქვია ექსპერტი, ყველა თავის მიმართულების სპეციალისტი, მაგრამ ის რომ გაუნაწყენდე მის მიერ გამოთქმულას შეიძლება თან კონოტაცია მას სხვა ქონდა იქ რაღაც ტექსტში მხოლოდ დამოკრეფილი სიტყვებზე საუბარი, მით უმეტეს არალოგიკურად მეჩვენა. მე ვფიქრობ, რომ რაც იქ ექსპერტებმა ისაუბრეს, არის აბსოლუტური სიმართლე. კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს, რომ სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. პირველ რიგში მე გავიმეორებ ბატონ ვაჟა ბერიძის სიტყვებს, რომ ძალიან და ბატონ შალვასაც დავითანხმები, ალავიძეს, რომელმაც აქვე განაცხადა, რომ ვეფხისტყაოსანი შეიძლება დაიწყოსო. აბსოლუტურად შესაძლებელია ძალიან მარტივად, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისი. ძალიან მარტივად, ძალიან მარტივად. განმარტებაც თუ განცხადება ამის თაობაზე. ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი ჩვენ გვაქვს სახეზე. დადგება აუცილებლად პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი. აუცილებლად დადგება საკითხი იმ შესახებ თუ რამდენად შეასრულა თუ არა კოალიციამ თავისი დანაპირები. კოალიციის დაშლა ვადაზე ადრე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ იქ დგება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს გამაერთიანებელი ამ კოალიციის არის ბიძინა ივანიშვილი. მისი წასვლის შემდეგ თქვენ იცით რომ უმრავლესობის საკითხი შეიძლება დადგეს პარლამენტში. და უმრავლესობა შეიძლება აიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ. ფაქტობრივად ჩვენ გვეყოლება არა მართველი კოალიციის კოალიციური მთავრობა, არამედ შესაძლოა გყავდეს საერთოდ პარლამენტის კოალიციური მთავრობა. ეს ერთი. მეორე არ გამოვრიცხავ იმ პრობლემასაც, რასაც ქვია სხვადასხვა კანონების მიღების დროს პრობლემების შექმნა. იმიტომ რომ აი ხა კონსტიტუციაში არის ლაპარაკი, რომ შეიძლება აიწიოს ჩვეულებრივი კანონების მიღების ასე თქვათ კვოტა. დაიწიოს. ხო, საკონსტიტუციო გასაგებია, რომ ჩვეულებრივი შეიძლება აიწიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი არის ძალიან ბევრი პრობლემა მოყვება ამას.
და რაზეც თუმცა ჩვენ არ ვეუბნებით რომ არ წავიდეს, იმიტომ რომ თქვა და კი ბატონო, წავიდე, მაგრამ ეხლა ექსპერტებს გამოიყიდო რომ იცი რა უიმე მე ვიცი. კი ბატონო, შენ რასაკურველია უკეთესად ერკვევი ეკონომიკაში, ძალიან კარგია რომ გაითვალისწინა ოპოზიციის აზრით და ექსპერტების აზრით ხელისუფლებამ და ამ ეს დრაკონული კანონი, რომელიც მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მიიღეს და შეჩერდება და ისევ დაიწყება, იმიტომ რომ იცით რა არის პრობლემა? პრობლემა არის სტაბილურობაში. შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე მიწის უცხოელებზე გასხვისებას, მაგრამ ერთ თვეში უცებ გამოვაცხადო და მივიღო მორატორიუმი, ეს არცეთ სოფლის შეიძლება თქვა რომ 2 წლის მერე აღარ გავაკეთებ ამას. ან მაგალითად იგივე არათანმიმდევრულობა იწვევს არასტაბილურობას. პრობლემა მაგალითად შეიძლება მიმდინარე საფინანსო წელს ვიღაცას უცებ მოსაკრებელი გაუზარდო. არ შეიძლება. ეს არასტაბილურობის ნიშანია და სწორედ ამაზე ხდება მითითება ექსპერტების მხრიდან. ეს იყო ძალიან კარგი იყო. უბრალოდ ფორმატი ამ შეხვედრაზე გაითვალისწინებდა პრემიერი მათ მოსაზრებებს? ან გაითვალისწინებდა? ეს არის პრობლემა სხვათა შორის ამ შემთხვევაში მე არ მეგონა თუ ასე თქვათ მონოლოგის რეჟიმში წავიდოდა და იქ არაერთმა ექსპერტმა მიუთითა კიდევაც. როდესაც ჩვენ ეს იქნება სპეციალისტები რაღაცა დარგის, ექსპერტები რომელიმე კონკრეტული სფეროსი, აქ პრემიერ-მინისტრის ყველაზე დიდი პლუსი იქნება ის, რომ მოусმინოს ამ ხალხს და რაღაც ამონაკრების დონეზე კი არ გაურჩიოს საქმე. არამედ ბოლომდე წაიკითხოს, რატო თვლიან ეს ექსპერტები ამა თუ იმ პრობლემას საშიშად. გასაგები შალ, რაღაც გინდა დაგეთქვა. ბიძინა იონში არის მართალი ბევრის მიმართ, ანუ ამ ექსპერტების მიმართ დამოკიდებულში ბევრ ამაში. მაგალითად, როდესაც მამუკარეშიც ამბობს, რომ ნარკომანია გაიზარდა და შემდეგ ამას არა ირაკლი ღარიბაშვილი კარგი ბიჭია, ესეც საუბრები არ შეიძლება. ანუ სწორედ ამას მიუთითებდა რა. მაშინ არ არის ირაკლი ღარიბაშვილი კარგი ბიჭი და მან უბრალოდ ვერ გაართვა თავის საქმეს. და ის რომ არც მწვადი დავწვა და არც შამპური ალბათ არასწორია და სწორედ ამას ებრძოდა იმ დღეს პრემიერი ითხოვდა კონკრეტიკას ხა იმ შეხვედრაზე, ხო? მეტ კონკრეტიკას ითხოვდა პრემიერი. ექსპერტმა ძალიან სწორედ დაუსახა ისა კონკრეტიკა. რამდენად მისაღებია ეს ფორმატი? მოდით ბოლო კითხვა მინდა დავსვა. აი დემოკრატიული ქვეყნებისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს ეს. მისაღებია ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ვიცით რას გეტყვით? ბიძინა ივანიშვილისგან გავიგე ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ მისი ეგრეთ წოდებული რჩევლებისგან PR-ში, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ვერაფრით ვერსად ვერ მოვისმინე. მაგალითად გეტყვით, რომ თურმე დაფინანსებულა იმ საპარტნიორო ფონდით 205 საწარმო. ანუ ეს ხდება თურმე ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ინფორმაცია არ აქვს. ძალიან ბევრი რაღაც ინფორმაცია მოვისმინე პირადად იმ ადამიანზე, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია და გავიგე მაგალითად, რომ ვიღაცები მაგალითად მისი ახლო ნათესავი არ გახდება პრემიერ-მინისტრი და არ დატოვებს. რასაც აქამდე ჭორების დონეზე მოდიოდა და თურმე ეს ხდება. უბრალოდ ძალიან კარგია თუ მოისმენს ბოლომდე და შემდეგ გააკეთებს დასკვნებს ექსპერტებთან დაკავშირებით. ბოლო წუთი თქვენ ამ ფორმატთან დაკავშირებით ვეთანხმები ესოს რომ ფორმატი სატელევიზიო ეთერითაც კი საინტერესო იქნება, ოღონდ რა თქმა უნდა, მას უნდა გარკვეულ ტიპის ფორმალიზება, რეგულაცია, არ უნდა იყოს ანუ პერსი ჩაჭრა და არ დაცდა ერთმანეთს ლაპარაკი, არ უნდა იყოს ტოქსის რეჟიმი და ბუნებრივია მისთვის საინტერესო იქნება ამ ადამიანის კომუნიკაცია და ჩვენთვისაც საინტერესო იქნება მოსმენა, რას ფიქრობს საქართველოში რაღაც გარკვეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და რას ფიქრობს პრემიერი გარკვეულ საკითხებზე, ეს მომავალში შეიძლება, როცა ბიძინა ივანიშვილი წავა ასე ვთქვათ პოლიტიკიდან შეიძლება გააკეთოს შვენიერი ეთერი გამოვიდეს მსგავს სვასში წამყვანი აღმოჩნდა. კარგი წამყვანი, საინტერესო წამყვანი აღმოჩნდა და ნახოთ რა გამოვა. მისი გადასაწყვეტია, ну ის მიდის სამოქალაქო სექტორში, როგორც გითხრა. კარგი, ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სასო გალუმაშვილი, პოლიტიკური მარკეტინგის ექსპერტი შალვა ალავიძე გახდნენ ჩვენ გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა მათ მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ რომ გვისმენდით. ჩვენ შევხვდებით ორშაბათს 6-ის ნახევარზე ამავე არხზე და შიტობიან უქმეებს გისურვებთ ნახვამდის. მადლობა. დროა გავიგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავ ვებხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე.